ტყუპები ხშირად გრძნობენ იმას, რაც ჯერ არ უთქვამთ და არც მომხდარა. მათ გონებას თითქოს კავშირი აქვს მომავალთან. ხანდახან უბრალოდ წამიერად გაიფიქრებენ რაღაცას და მალევე ეს ხდება, იქნება ეს ადამიანი, რომელზეც იფიქრეს და მოულოდნელად გამოჩნდება, თუ ამბავი, რომელიც ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ტყუპს გადაუკროლდა თავში. ეს არ არის ჯადოსნობა, ეს მათი მერკურისეული ინტუიციაა. ტყუპის ფიქრი სწრაფია და უკავშირდება რაღაც ისეთ ენერგიას, რასაც ბევრი ვერ ამჩნევს. მერკურის ნიჭით დაჯილდოებული გონება, რომელიც დროის მიღმა ფიქრობს. ის ხედავს ნიშნებს სიტყვებს შორის, სიჩუმეში ამოიცნობს სიმართლეს და სამყაროსთან ისეა სინქრონში, თითქოს ის კი არ არის სამყაროს ნაწილი, სამყაროა მისი ნაწილი. მერკურის გავლენით ტყუპის გონება ჰგავს რადიო ანტენას, რომელიც მუდმივად უკავშირდება კოლექტიურ აზრს, ქვეცნობიერ ველებს და ტენდენციებს. მათი წინასწარმეტყველური აზროვნება არ ეფუძნება მისტიციზმს, ეს არის გონებრივი რეფლექსი ფართო ინფორმაციულ ველზე. შეეცადე დააკვირდე მათ ხმას, იქ ერთდროულად იუმორი და გაფრთხილება დევს. ფიქრი მისთვის უბრალოდ ფიქრი არაა, ეს კავშირია უხილავ ინფორმაციასთან. ის გრძნობს სიტყვებს, რომლებიც ჯერ არ თქმულა და ხედავს გზას, რომელიც ჯერ არ გაკვალულა. მათ არ სჭირდებათ არც ყავის ჩიქაში მკითხაობა და არც ტაროს გაშლა. უბრალოდ გეტყვიან შუა საუბარში, გონი ეს ადამიანი რაღაცას მალავს, ამ ამბავს ისეთი ფონი აქვს, რაღაც არ მომწონს, დღეს შენს ნახვას ველოდი და აი, მოხვედი და შენ ალბათ ფიქრობ, რომ დამთხვევაა, მაგრამ ტყუპისთვის ეს ნორმალურია, ის ყოველთვის ორი ნაბიჯით წინ არის. შესაძლოა მათ არ აინტერესებთ ნათელმხილველობა, მაგრამ მათ გონებაში ბევრი რამ იბადება, რასაც ჯერ არ აქვს სახელი, მაგრამ მალე მიიღებს ფორმას რეალობაში. ტყუპები აფიქსირებენ ენერგიებს, ტენდენციებს, უმცირეს ცვლილებებს ადამიანებსა და გარემოში, რის საფუძველზეც ფიქრი ხშირად ემთხვევა მომავალს. ტყუპის სიტყვა ხშირად წინასწარ გაფრთხილებაა, შეიძლება ფიქრობ, რომ თითქოს ხუმრობს და ხანდახან მართლა ხუმრობს, მაგრამ იმ ხუმრობაში სიმართლეა შენს მომავალზე და როცა გეუბნება, რომ რაღაც გრძნობა არ ასვენებს, ჯობს რომ გაითვალისწინო.